გამარჯობა, მე ვარ დავით თუცუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდრაგის ახალ ეპიზოდს. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ამ ავტომობილის შესახებ და როგორ მოხდა ის ჩვენ ხელში და ზოგადად როგორია ევროპაში მანქანის ყიდვა და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოკლედ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენ როგორც იცით ვიყავით ვალენსიაში FIA-ს თამაშებზე ქართულ გუნდთან ერთად. მაგის ვიდეო დევს YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ამის შემდეგ, როდესაც მორჩა FIA-ს თამაშები, უნდა დაბრუნებულიყავით საქართველოში, მქონდა ბილეთები ჩვეულებრივად საქართველოს ინაკიდი, თუმცა ისე მოხდა, რომ რატომღაც რეისზე დაგვაგვიანდა მე და ანას, ანა ამაზე ძალიან გაბრაზდა და საერთოდ თქვა, რომ აღარ მინდაო საქართველოში წასვლო. ამიტომ გადაწყვიტეთ გერმანიაში წასვლა ნურბურგინგზე. რაც შეეხება ნურბურგინგს, იქ იმიტომ გადაწყვიტეთ წასვლა, რომ აეროპორტში შეხვდა ნუკრი, რომელიც მიდიოდა გერმანიაში და მასკვიჩა მაგროს სუსტად მოდიოდა გერმანიაში. მოკლედ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი იქამდე, შაბათ-კვირას უკვე უნდა ყოფილიყავით ნურბურგინგზე, თუმცა ჩვენ ესე ვთქვათ ბილეთის გარეშე და აღმოჩნდით აეროპორტში, არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა იმის, რომ უცებ წავსულიყავით გერმანიაში. რეისებიც ძალიან ძვირი ღირდა თვითმფრინავის და ამიტომ რაღაცა უნდა მოგვეფიქრებინა. ამ მომენტში გამახსენდა ჩემი მეგობარი ნიკა, რომელიც ანდორაშია, ანდორაში ცხოვრობს. ანდორა ძალიან ახლოს არის ბარსელონასთან, სულ რამდენიმე საათის გზა იყო, ამიტომ წავედით პირდაპირ ანდორაში და გაგვიმართლა იმაში, რომ ნიკასთან იყო მისი მეგობარი ბაჩო, მოგითხვა ბაჩოს. მოკლედ ბაჩოს მიდიოდა ამსტერდამში მანქანის საყიდლად და ჩვენს დავფიქრდით, რატომ არ ვიყიდოთ მანქანა ევროპაში. მით უმეტეს ანასთვის დრიფტკარი მქონდა საყიდელი, თუმცა დრიფტკარის მაგალითად ეს აღმოჩნდა. მოკლედ გადავწყვიტეთ მანქანის ყიდვა. მანქანის შერჩევა დავიწყეთ გერმანიაში, რადგან ჩვენ ბაჩოს გავყევით გზაში და ბრიუსელში ვაპირებდით, რომ გვექირავებინა ავტომობილი, რადგან უკვე პარასკევი დღე იყო. შაბათ-კვირას გვინდოდა რომ ნურბურგინგზე ყოფილიყავით. თუმცა ამ ორ დღეში უბრალოდ პარასკევს შეუძლებელი ფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მანქანის ყიდვა და შემდეგ ნურბურგინგზე წასვლა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბელგიაში ვიქირავთ ავტომობილი და ბრიუსელიდან წავსულიყავით ნურბურგინგზე. შემდეგ ამ ავტომობილს დავაბრუნებდით, მოვზერნვიდეთ რამე კარგ ავტომობილს, რომლითაც უკვე წამოვიდოდით საქართველოში. მაგრამ გზად ბრიუსელისკენ, როდესაც ჩავედით ბრიუსელში, აღმოჩნდა, რომ არის ჰელოვინი და ყველა ავტოგაქირავების კომპანია ისვენებდა. ერთადერთი, რომელიც მუშაობდა, იყო აეროპორტის ტერიტორიაზე. ნახეთ, რომ იყო ძალიან დიდი რიგი ავტომობილის საქირავებლად. რა თქმა უნდა, ანა კიდევ ერთხელ გაბრაზდა. ანა ვარჯიშობს ბელგიის აეროპორტში, სადაც მანქანა ვერ ვიქირავეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგია. ვერ ვიქირავეთ რა, დაგვეზარა უბრალოდ. უბრალოდ ვიზაში გვინდა და ამსტერდამში წავსულე პატრონიანი. და ახლა მივიდივართ სად? ამსტერდამში. წავედით ამსტერდამში. და გავაგრძელეთ გზა. მოკლედ ბაჩოს გავყევით ამსტერდამში, რადგან ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში არ იყო მოკლედ დასვენების დღე და შეიძლებოდა თავისუფლად ავტომობილის ქირაობა. თუმცა გზად უკვე პარასკევი დღე არის, შუა დღე დაახლოებით, გზად მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ რადგან გერმანიაში ვაპირებთ ავტომობილის ყიდვას, მოდით ნახოთ თუ არის ნიდერლანდებში ამსტერდამთან ახლოს რამე ისეთი ხელსაყრელი ვარიანტი, რომელიც შეიძლება შევიძინოთ, აღარ მოგვიწევს მანქანის ქირაობა და პირდაპირ ამ ავტომობილით წავიდეთ გერმანიაში. მან კიდევ ერთი გამართლება ის იყო, რომ სულ რამდენიმე წუთის დადებული იყო განცხადება ამ ავტომობილის შესახებ. ბაჩოსაც ეჩქარებოდა ავტომობილის შეძენა, რადგან შაბათ-კვირა მოდიოდა და შემდეგ გაფორმებაზე პრობლემები იქნებოდა. ამიტომ ბაჩოს გავყევით ავტოსალონში, სადაც უნდა შეეძინა ავტომანქანა. როლსი არ გამოვიდა, არ დაგვიკლეს 593.000 და ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ვიყიდოთ. ახლა ვართ რაღაც სოფლის ავტოჰაუსში ამსტერდამში. მაინც აგაჩვენებთ ახლა როგორი მდელო არის აქ. იქეთი ნამდვილი ნიდერლანდების ძროხები არიან. კარგად არჩანს. და კიდე იხვები და გედები და წეროები და ბევრი მინივენები. აქ მეგობარს გამოვყევით უბრალოდ. ანა ერთობა მანქანით გადაობს. და ცოტა ხანში მივდივართ BMW-ს სანახავად, რომელიც შეიძლება ვიყიდოთ და მაგით გავაგრძელოთ გზა საქართველომდე, ანუ BMW-ი დავბრუნდეთ საქართველოში და გადავიღოთ გზაც. მაგრამ ამასობაში იყო უკვე დაახლოებით 3 თუ 4 საათი ზუსტად არ მახსოვს, 6 საათამდე არის ხოლმე როგორც წესი ავტომობილის გაფორმება იქ.
და ამიტომ ბაჩო დავტოვეთ იმ ავტოსალონში, სადაც უნდა შეეძინა თავისი ავტომობილი, რაც ყავდა შერჩეული და ჩვენ ბაჩოს ავტომობილით წამოვედით მეორე ავტოხოვრში, სადაც ეს BMW იმყოფებოდა. მოკლედ ყველაფერი ისე მოხდა, რომ მივედით, დავათვალიერეთ ეს მანქანა, მოგვეწონა. ძალიან დაგვეხმარენ ავტოჰაუსში მისი მფლობელი და მისი თანაშემწე. მოკლედ უცებ გავარდით გასაფორმებლად და ზუსტად 5 წუთი იყო დარჩენილი. ფაქტიურად ბოლო წამზე მოვასწარეთ ავტომობილის განმოფორმება და საბუთების ესე ვთქვათ, მოგვარება საექსპორტოდ. რაც შეეხება ავტომობილის გადაფორმებას და მომზადებას საექსპორტოდ, ჩვეულებრივი პროცედურაა ძალიან მარტივი. მიდიხართ ერთ-ერთ ავტოსალონში, რომელსაც აქვს ამის ლიცენზია, რომ ეს საბუთები მოაგვაროს და ესე ვთქვათ, ავტომობილის საექსპორტოდ გაამზადოს. თუ სწორად მახსოვს 170 евро გადავიხადეთ, თუმცა აქედან 60 თუ 70 евро იყო დაზღვევის მთელი გზის განმავლობაში ავტომობილი იქნებოდა დაზღვეული ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გავივლიდით საქართველომდე და ძალიან მარტივად, სულ რაღაც 10 წუთში მოხდა ისე, რომ ეს ავტომობილზე მოგვცეს სანტრანზიტო ნომრები, ავტომობილი ჩვენ სახელზე გადმოვიფორმეთ და უკვე გავეშურეთ გერმანიისკენ. გვიანი იყო, როგორც მახსოვს, უკვე 7 საათი იყო ღამდებოდა და გერმანიამდე მქონდა დარჩენილი დაახლოებით 7 თუ 8 საათის გზა, არ მახსოვს. გერმანიაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საყვარელი მეგობარ ვალერისთან მივდიოდით. მოკლედ, ყველაფერი ისე აეწყო, არც მანქანის ქირაობა მოგვიწია, ავტომობილით შევიძინეთ, ძალიან კარგი, გაგვიმართლა. ჩავედით ვისბადენში, ძალიან გვიანი იყო უკვე. დავისვენეთ, დავიძინეთ ეგრევე და დილით გავემგზავრეთ უკვე ნურბურგინგზე, სადაც მასკვიჩაც ჩამოვიდა. ამის ვიდეოს დევს ჩვენს არხზე, ასევე მასკვიჩას არხზეც დევს, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. და იქ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი, მოგეთქვა გიორგის, ვინც მათხოვა თავისი ავტომობილი, ზუსტად ასეთივე ავტომობილი, ოღონდ 155 450-ის ხელისალით და შემომთავაზა ესეთი რაღაცა, რომ თუ გინდაო ჩემი ავტომობილი თიარი ნურბურგინგზეო. მეც რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი ეგეთ შემოთავაზებაზე, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ამ ავტომობილით ალამიარა ნურბურგინგზე. ასე რომ ეს ავტომობილიც უკვე განსაკუთრებულია ჩვენს ოჯახში. ხო, რა თქმა უნდა, მაგის ვიდეოს დევს, თუ როგორი არა ანამ ნურბურგინგზე ამ ავტომობილით, პირველად იჯდა ამ ავტომობილზე და მით უმეტეს მგონი პირველად იყავი საერთოდ ავტოდრომზე, ხო? და ისიც ნურბურგინგზე. ხო, რავი. მოკლედ მაგარია რა, ნებისმიერი ავტომობილი ისურვებდა ალბათ ეგეთ რამეს, რომ ავტოდრომზე პირველად მოხვდეს და თან ნურბურგინგზე. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეო, ანასიარული ნურბურგინგზე და როგორი არა, მე ვთვლი რომ ძალიან კარგად იარა. რაც შეეხება ჩვენს ავტომობილს, ეს არის 2013 წელს გამოშვებული BMW 116 F20 ძარით. არის 1.6 ტურბინიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს ძალიან ცოტას, 136 კენესალას, თუ სწორად მახსოვს. თუმცა ნიუტონმეტრები საკმარისად აქვს და საერთოდ არ იტყობა, რომ ეს ავტომობილი არის სუსტი, საკმაოდ კარგად გადაადგილდება, რაც მთავარია, არის ეკონომიური და რატომ გადავწყვიტეთ საერთოდ ამ ავტომობილის შეძენა. პირველი ის იყო, რომ ჩვენ ზოგადად საქართველოში გვყავს ისეთი ავტომობილები მე და ანას, რომლებიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარენ და ესე ვთქვათ, სამოძრაო ეკონომიური ავტომობილი არ გვყავდა, ამიტომ გვინდოდა, რომ ავტომობილი ყოფილიყო ეკონომიური აუცილებლად. ასევე ევროპაში თუ შევიძენდით ავტომობილს, უნდა ყოფილიყო ისეთი ავტომობილი, რომელიც არ იყო ამერიკის ბაზრისთვის, ანუ ამერიკის ბაზარზე წარმოებაში ჩაშვებული, რადგან როგორც ვიცით, გაცილებით იაფად შეიძლება ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანა, ვიდრე გერმანიაში შევიძენთ. ზუსტად ესეთი არის პირველი სერია, ამ ძარის წარმოება ამერიკაში საერთოდ არ არის და ასევე არ მინდოდა მეყიდა რაღაც Opel-ი, ან Citroën-ი, ან Peugeot, ან Renault, ან რამე მსგავსი ეგეთი და ძალიან გაამართლა ამ ავტომობილმა, სხვათა შორის, რადგან ის BMW-ს ხასიათი შენარჩუნებული აქვს. წონითაც ნაკლებია 1360 კილოგრამს იწონის და სხვათა შორის ბევრი BMW მიტარებია თანამედროვე და თითქოს BMW-ს ხასიათს კარგავენ. M სერიებზე არ მაქვს საუბარი. აი მაგალითად რო ავიღოთ F10 ან F30, F10 ცოტა დიდია, კაი, F30 ავიღოთ. F30-ს როდესაც მართავ თითქოს სავალი ნაწილი ცალკე დადის ავტომობილის და ძარა ცალკეა. მოკლედ ვერ გძლობ საფართან როგორ ეჭიდება ავტომობილი. ეხლა ძალიან ავტომოყვარულის ენაზე ვსაუბრობ და შეიძლება ჩვეულებრივი მოხმარებლისთვის, ავტომობილის მოხმარებლისთვის ეს გაუგებარი იყოს, თუმცა მე მაინც ვამჯობინებ ხოლმე ყოველთვის ისეთ ავტომობილებს, როდესაც თუნდაც ნელი სიარულის დროს, ან ქალაქში მოძრაობის დროს ვიღებ სიამოვნებას. ზუსტად ესეთი არის ეს ავტომობილი, ძალიან მსუბუქია, ძალიან კარგი სამართავია, ჯერჯერობით ქარხნულ მდგომარეობაშია და სხვათა შორის ვყიდით ამ ავტომობილს თუ დაინტერესდებით, სანამ განვაბაჟებთ, თუ განვაბაჟებთ, შენ
შემდეგ ალბათ დავიტოვებთ ამ ავტომობილს, შევცვლით დისკებს, დაკიდების სისტემას, ტორმოზის სისტემას, ასევე მინდა რომ ძრავი გავაძლიერო ან ჩავდო F1-ის Enos-ის ძრავი 4 ცილინდრიანი, რომელსაც 300 კმ/სთ თავისუფლად ავიყვან და შემდეგ უკვე იცით ნამდვილად ამ ავტომობილს. ამ ყველაფერს ვიტყვით ხიდით დროზე. და ამ ყველაფრის დაყენების შემდეგ და გაძლიერების შემდეგ ალბათ მივხვდებით ამ ავტომობილს რომელ ავტოდრომზე გავტესტავ. არის 6 ჩქარიანი მექანიკათა გადაცემათა ყოლოფით, რის გამოც არის ძალიან ეკონომიური. ქალაქში ახლა უკვე დავდივართ, ჩამოსულები ვართ დაახლოებით ერთი თვის, ცოტა მეტის კიდევ და დაახლოებით ქალაქში მოიხმარს 7.5 ლიტრს აწვავს. ძალიან ეკონომიურია. მაგისტრალზე როდესაც მოვდიოდით გავიარეთ, ზუსტად არ დამინიშნავს რამდენი კილომეტრი გავიარეთ, თუმცა ამსტერდამიდან წავედით, არ გაგვივლია სერბეთი, რუმინეთით წამოვედით, ანუ შედარებით შორი გზაა. ასევე თურქეთში რო გადავედით, სტამბულში გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით კაბადოკიაში და მანდაც დაგვემატრა კილომეტრაჟი. და ზუსტად არ დამივხვია, თუმცა საწვავის ქვითრები ყველა შენახული მქონდა და ხარჯი საწვავის შეადგინა 368 евро. რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა. მით უმეტეს, რომ ავტობანზე ვასხამდით, ძირითადად საწვავს და ავტობანზე კიდევ უფრო ძვირია ხოლმე საწვავი. მოკლედ, ავტომაგისტრალზე დაახლოებით 5.5 გამოვიდა წვა ამ ავტომობილის, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგია. ასევე მქონდა რაღაც ვარიანტები, რომ დიზელის რავიანი პირველი სერია შეგვეძინა, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე ხელსაყრელი და მდგომარეობით ძალიან კარგი ავტომობილი ეს იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ ამ ავტომობილის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ეხლა მივიდივართ ზეთის საკიდლად და რო დავბრუნდებით მანქანასთან, მოგიყვებით თუ რა ხდება. მაგრამ ეხლა ვიგეთყვით პრინციპში. მოკლედ მანქანა რო შევიძინეთ, ზეთი რომ ნახე, მაინდა-მაინც ამაყო მდგომარეობაში არ არის და გვინდა შეცვლა, მაგრამ რიგებია სულ წინასწარ უნდა ჩაეწერო რა და დღეს სადაც ფაქტიურად ადგილი არ არის. მაგრამ მოვაგენით ადგილს, სადაც შეგიძლია შენ თვითონ შეცვალე ზეთი. ეხლა მივიდივარ ზეთი ვიყიდო მაღაზიაში და აქირავებენ პადიომნიკს, რავი, ქართულად რა ქვია, ამწეს. და შეგიძლია შეცვალო ზეთი, საათი ღირს 13 евро, ხო? ეგრე ვისწრო მგონი. ხელსაწყოებსაც აქირავებენ რა, რაც გჭირდება. ზეთის შესასვლელად ბევრი არაფერი გჭირდება. მოგემსახურებიან და შენ თვითონაც, მაგრამ მომსახურებაზე რიგია. ხო, მომსახურებაზე რიგია და ამიტომ ჩვენ ახლა ვჩქარავთ, გვირჩევნია ჩვენ თვითონ შევცვალოთ ზეთი და მოკლედ. ეხლა მივალთ მაღაზიაში ზეთს ვიყიდით და მე იქ გაჩვენებთ უკვე რა ხდება. ცოტა წინ უნდა მოვძიო მანქანა. ხალა? აი ეს ბატონის თავისი ცვლის ზეთს. აი ბადიონიკია. სტრაფად წევს. მოკლედ, აქ აქირავებენ როგორც ხვდები ამ დანადგარს რო აწიო მანქანა, ასევე ხელსაწყოებს ნებისმიერს. ჩემი მანქანით არ ვარ ეხლა წამოსული. აქ ვიყიდეთ მანქანა, მაგრამ ისე 26 მეტრო წამოვიდით, ყველაფერი მქონდა მანქანაში. ხო და ესეთ ყველა რაღაცებს აქირავებენ ნებისმიერ ამას რაც გჭირდება. და ესევე აქირავებენ ზეთის ჩამოსაშვებს აი იმას. შეგიძლიათ მოკლედ თქვენ შეცვალოთ ზეთი. საბოლოოდ გეტყვით რა დაждდება ყველაფრის გირაობა. თურმე ამის მოხდა არ გჭირდება ყველა ხსნედი. როგორ გვეტყვა საქართველოში ამერიკულ მანქანაზე გერმანიაში ყველაფერზე ნაფიქრი აქვს. ხო. ჩვენ საქართველოში უნდა დავშალო მანქანაზე, ზეთის ვერ შევჭრა. არა, კიდე რა. ჩაოლევრია, შეგიძლია არც კი მოხსნა. 45. 45. Ja, das ist 40. Warum liegen die falsch, Mann? Komm, hier war da drinnen 45. Wer liegt die Scheiße falsch? Da ვიჯირო რაღაც ტრაქტორე. Very. Okay. ეხა იქნება თუ წავა. ისა. სევით ყარ გადა ისა. ისი რას ვიზამ? სევით გადავხსნი იმას, რომ უფრო თავისუფლად ჩამოვიდეს ზეთი. ფაქ. ძალიან შავი ზეთია. საუბრობთ შესვილი არის ორი ხან. გავუკეთე მოკლედ. რა ქვია მას? გოლდი. ზეთის კარტერს. ეხა იქნება თუ ზაობები, თან ფილტრი ისეთ ადგილზე აქვს. აქ დავაფერ მაინც სტილოს, რომ
აი, მოდი გავიგოთ ძრავი როგორია. ამისთვის უნდა შევამოწმოთ ფილტრი. ეს ყველაფერი კარგია. სანელს შევუცვლით. ოკეი. შეგიძლია განათება ჩართო. მე მგონი რომ ძალიან დიდი ხნის შეუცველია ზეთი ამახანაში. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ნადები აქვს რა, მოკლედ და აი ეს ცოტა დავასრულოთ ზეთით. ეხა ეს უნდა ჩავსვათ აქ. ეგარ, ეხა მოვარგებ ამას, გადავუჭერ. დავარია ბევრი არ მოგვიდეს გადაჭერა, იმიტომ რომ სანლიკი იხევა და ეს პლასმასი შეიძლება გავტეხო მაგით. აჰა. იმედი არ გავიწვევ ახალრობას. მიდი შენ შეძლებ. ოკეი. მოკლედ დავასრულეთ ზეთის შეცვლის პროცედურა. მანქანა მშვიდად მუშაობს, უფრო ჩუმად. სავარაუდოდ ზეთი მართლა არ იყო დიდი ხანი შეცვლილი. ზეთში და ფილტრში გადავიხადე მაღაზიაში გვერდით გადავედით 55 евро და 90 ცენტი. 5 ლიტრი ზეთი, 5.30 და ფილტრი. მეილის ბრენდის. კარგი ხარისხი იყო სავარაუდოდ. ასევე აქ ამათი ქირაობა მოკლედ 1 საათი ღირდა 13 евро პადიომნიკი. კარგულად არ ვიცი რა ქვია, ამწევი. ამწე ღირდა მოკლედ 1 საათი 13 евро და 1 საათის თანხას ანგარიშობენ 1 საათი არ გავშერებული ვართ მან დაახლოებით 9 საათში ბავშვით ყველაფერს, მაგრამ 1 საათის თანხას ანგარიშობენ. ვიქირავე ასევე ზეთის ფილტრის არაცის იმის მოსაშვები, მოკლედ ხელსაწყოები და მაგაშიც გადავიხადეთ 6 евро და ასევე ვიქირავე ზეთის გამოსაშვები აპარატი დანადგარი, რომლითაც ზეთს რო შემოუშვებ, სადღაც ხომ წავიდეს ეს ზეთი და მოკლედ ეგ დანადგარიც ვიქირავე. ეგეც 6 евро. 26 евро გადავიხადე მოკლედ იქ. 55 და 90 გადავიხადე ზეთში და ფილტრში და 26 евро აქ. ძალიან მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ იაფად შევცვალე მoni ზეთი, არ ვიცი. გერმანიის ყალობაზე ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ალბათ უფრო იაფი დაждდებოდა, თუ არ დაждდებოდა. არა, რატო ზეთი რა ღირს? ზეთში გადავიხადე და ფილტრში ახლა გამოვიდა დაახლოებით 165 ლარი. 167, 168. ზეთში მინიმუმ აი მე რო დამჯდა მინიმუმ 250 ლარი მაინც გინდა კარგში. ხო, ანუ გამოდის რომ ზეთი იაფია. ძალიან კარგი. და ზეთის შეცვლის შემდეგ უკვე გამოვემგზავრეთ საქართველოსკენ, თუმცა არ გინდოდა სერბეთის გავლა, რადგან სერბეთში, როდესაც გაივლი ტრანზიტული ნომრებით, ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდ ფულებს ართმევენ საზღვრებზე ავტომობილებს. ერთი სიტყვით რო ვთქვა, საბჭოთა კავშირია მოკლედ იქეთ. თუმცა მაგას მეანიც ვერ ავსდით ბულგარეთში, სადაც საზღვარზე მოგვიწია დიდხანს გაჩერება, მხოლოდ იმის გამო, რომ მესაზღვრეს ფული არ შევთავაზე, ქრთამი არ შევთავაზე. საქმე იმაშია, რომ თვითონაც გითხრეს, რომ პირდაპირ, სადაც პასპორტს კონტროლს გადიხარ და უნდა ჩაგირტყან ბეჭედი, ტრადიცია გვაქვს ესეთიო, რომ 20 евро უნდა გადაიხადო ავტომობილზე, რომელიც არის ტრანზიტულ ნომრებზე. 20 ევროზე საუბრობ იაფიან ავტომობილზე, თუმცა როდესაც ძვირიანი ავტომობილი მოყავს, შედარებით უფრო მაღალი ქრთამებს იღებს ხალხი. საქმე იმაში იყო, რომ არ მქონდა ქეში საერთოდ, მაგ მომენტში ბანკომატიც არ იყო ახლოს და მოკლედ ძალიან ბევრი ჩხუბის, კამათის, ნერვების მოშლის შემდეგ გამოგვიშვეს ისე რომ არაფერი არ გადაგვიხდია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ტრადიციაო, ასე რომ თქვენს თუ წამოიღოთ ავტომობილს სერბეთში, ბულგარეთში და ეგეთ ქვეყნებში ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია და მოგიწევთ ქრთამის გადახდა მესაზღვრეებისთვის. რუმინეთში სხვადასხვა ეგრე არ იყო, ძალიან კარგად გამოვიარეთ მშვიდობით. შემდეგ თურქეთში უკვე რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი არ ხდება, გზებიც ძალიან კარგი აქვს და თურქეთიდან 2 დღეში უკვე საქართველოში ვიყავით. მოკლედ ეს პატარა რჩევა მინდა გაითვალისწინოთ, რომ ევროპაში როდესაც იყიდით ავტომობილს და მოგყავთ საქართველოში და ხართ ტრანზიტულ ნომრებზე, თუ თქვენს ნომრებზე ხართ მსგავს შემთხვევაში ეგეთი რაღაცეები ძირითადად არ ხდება ხოლმე. მაგრამ როგორც კი ტრანზიტულ ნომრებზე ხედავენ ავტომობილს, ფიქრობენ, რომ შენ უბრალოდ მანქანა მიყავს გასაკიდად, ვაჭრობ ავტომობილებით და ამიტომ ცდილობენ ყველანაირად რომ რაღაც მიზეზები მოგიფიქრონ, რომ ფული, ასე ვთქვათ, შესთავაზო, ან პირდაპირ ფული გამოგვართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. მოკლედ ასეთი მოგზაურობა გამოგვივიდა, საერთოდ არ გვეგმავდით ასეთ რამეს, დაგვეგვიანდა უბრალოდ რეისზე ბარსელონაში, თუმცა ბოლო წუთზე მოგცეს მაინც ბილეთები და შეგვეძლო რომ ავსულიყავით ფინალში, მაგრამ როგორც გითხარით, ანა გაბრაზებული იყო და აღარ მინდა წასვლა და ამიტომ ეს ჩვენი
ბილეთები გადავხიეთ და წავედით პირდაპირ იმ მოგზაურობაში, რაც მოვყევი ახლა. ძალიან დასამახსოვრებელი ბევრი მომენტი იყო, ძალიან კარგი მომენტები იყო. ძალიან ვიხალისეთ ამ ყველაფრით და ნამდვილად ღირდა, საერთოდ არ ვნანობთ იმას, რომ დაგვაგვიანდა რეისზე. კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ამ ვიდეოს შემდეგ კომენტარებში დაგვიწერეთ თუ გაინტერესებთ რა ხდება ზოგადად ნურბურგრინგზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კადრი გვაქვს გადაღებული, რომელიც არ დაგვიდევს საერთოდ და თუ ინტერესი იქნება ხალხის მხრიდან, ჩვენ აუცილებლად დავდეთ ამ ვიდეოს. ზოგი ამბობს, რომ აღარ გვინდა ამდენი ნურბურგრინგი, ზოგი ამბობს, რომ პირიქით მეტად გვაინტერესებს რა ხდება. როდესაც ჩავედით ჩვენ შაბათ-კვირას, მაგალითად, ერთ დღის კადრები გვაქვს ძალიან ბევრი, მანქანებს ოთორიელებდით და ასე შემდეგ. თუ გექნებათ ინტერესი, რა თქმა უნდა, მაგ ვიდეოსაც დავდებთ. მოკლედ ეს იყო ჩვენი ისტორია ევროპის მოგზაურობის შესახებ, რომელიც უკვე მეორეჯერ მოხდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ მოხდება. აუცილებლად გამოვიწერეთ არხი, რადგან 10000 გამომწერზე შევარჩევთ 3 გამომწერს, ვისაც შევასწავლით დრიფტს. ასე რომ ძალიან ცოტა გვიკლია 10000-მდე და მოდით ახალ წლამდე გავუკეთოთ საკუთარ თავებს ეგ საჩუქარი, რომ ავიდეთ 10000 გამომწერზე და შემდეგ უკვე ვნახოთ ვინ იქნება ის 3 იღბლიანი, ვინც შეისწავლის დრიფტს. დროებით მომავალ შეხვედრამდე.